შვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები. ნომინაციაში წარდგენილ პროექტებს აფასებდნენ კრისტინა რიტერი, გაეროს გლობალური შეთანხმების მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელმძღვანელი. ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. სოფიო ტაბატაძე, დანსკე ბანკის შესაბამისობის მმართველი ოფიცერი. ნომინაციაში შვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები წარდგენილნი არიან TBC სამართლის აკადემია, Selfie Mobile, კორპორაციული კომპლაენს პროგრამა. IC, ახალქალაქი ჰესის მიერ სამართლიანობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშეწყობა. ბახვი ჰესი, გამჭვირვალობის ელჩები. ბახვი ჰესი, ინკლუზიური საზოგადოება მდგრადი განვითარებისთვის. ბახვი ჰესი, ძლიერი სისტემების ჩამოყალიბება მდგრადი განვითარებისთვის. პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის. პარტნიორული პროექტები. ნომინაციაში წარდგენილ პროექტებს აფასებდნენ ანტონიო ჰაუთლე, გაეროს გლობალური შეთანხმების შვეიცარიის ქსელის აღმასრულებელი დირექტორი. სოფიკოს ყირტლაძე, USAID საქართველოს პროექტების მართვის სპეციალისტი და განვითარების საფინანსო კორპორაციის წარმომადგენელი. ბერგლიოთ ჰოულანდი, ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში. ნომინაციაში პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის პარტნიორული პროექტები წარდგენილნი არიან მსხვილი ბიზნესი, თეგეტა ჰოლდინგი დაუნის სინდრომის ასოციაციასთან პარტნიორობით, თეგეტა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ხარდასაჭერად, თეგეტა ჰოლდინგი მთიელ წიგნებთან პარტნიორობით, თეგეტა X მთიელი წიგნები განათლებისთვის, Selfie Mobile Educare Georgiasთან პარტნიორობით, ხანის აკადემია, Silk Hospitality სენთან პარტნიორობით, შევამციროთ პლასმასით გარემოს დაბინძურება საქართველოში, Element ჰოლდინგი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, სამშენებლო სფეროს მომზადება ევროკოდებისთვის. EFES საქართველო, ასოციაცია ჩვენი სახლი საქართველოსთან პარტნიორობით. ფონდი ნატახტარი, იზრუნე მომავალზე. მცირე და საშუალო ბიზნესი. ლაბორატუა სერვიეს წარმომადგენლობა საქართველოს გულის რიტმის ასოციაციასთან პარტნიორობით. AED for Life, წუთები წვეთს, დაუბრუნე სიცოცხლე გულს. ტრანსპორტერი საქართველოს ეროვნულ მოტო ფედერაციასთან პარტნიორობით. მოტოსპორტის პოპულარიზაცია და მდგრადი განვითარება. ბახვი ჰესი, ჩაისგზის ასოციაციასთან პარტნიორობით. ერთიანი ძალისხმევა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. ძმების ბილიკი Just One Tree-სთან პარტნიორობით. ბილიკი AI და Just One Tree, პარტნიორობა უფრო მწვანე პლანეტისთვის. ეკობრენდს ჯორჯია ფონდ კონსტანტას სოციალური საწარმო დედიკოსთან პარტნიორობით. სოციალური საწარმოების ხელშეწყობა და გარემოზე ზრუნვა. Smart აკადემია სუპერგმირთან პარტნიორობით. სუპერგმირი, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით. მომზადებისა და გადამზადების კურსები სამშენებლო სფეროსთვის. MBC საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით. პრობონო პროგრამა. TBC ლიზინგი, Green for Growth Fund-თან პარტნიორობით. მწვანე ინიციატივა, საქართველოში მზის ფოტოვოლტური სისტემების დამკვიდრების ხელშეწყობა. პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის, მდგრადი დაფინანსება. ნომინაციაში წარდგენილ პროექტებს აფასებდნენ თინა რონერი, აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი საინვესტიციო სპეციალისტი. გიორგი ჩერქეზიშვილი, ინვესტორთა საბჭოს სამდინოს ხელმძღვანელი. სალომე თვალოძე, საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსი. ნომინაციაში პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის, მდგრადი დაფინანსება წარდგენილნი არიან საქართველოს კაპიტალი 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები. საქართველოს ბანკი ცესხი თვითდასაქმებულისთვის. TBC და EBRD ქალი მეწარმეების ხარდაჭერა. პროკრედიტ ბანკი საქართველო მწვანე ინვესტიციების ხელშეწყობა. TBC ლიზინგი თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. მდგრადი ქალაქები და დასახლებები. ნომინაციაში წარდგენილ პროექტებს აფასებდნენ მამუკა სალუქვაძე, City ინსტიტუტის საქართველოს დამფუძნებელი და დირექტორი. დანიელა ბერნაჩი,
გაეროს გლობალური შეთანხმების იტალიის ქსელის აღმასრულებელი დირექტორი. თეა მელიქაძე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მდგრადი ინფრასტრუქტურის ჯგუფის ასოცირებული დირექტორი. ნომინაციაში მდგრადი ქალაქები და დასახლებები წარდგენილნი არიან: მსხვილი ბიზნესი, თეგეტა ჰოლდინგი, თეგეტა X, Volvos ენერგოეფექტური კომპლექსი, RMG კოპერი, ხულუტის ციხე-დარბაზის პროექტი, Rooms Hotels Lab, მწვანე დამცველები, ურთხილდებით პლანეტას თითოეულ ობიექტზე. Biography Living, საკენი ბიოგრაფისგან. ლოპოტას პარეზორტი, ლოპოტა როგორც ბუნების მოკავშირე. მცირე და საშუალო ბიზნესი. AISI, ახალგაზრდების გაძლიერების ხელშეწყობა, ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სპორტის პოპულარიზაცია სათანადო ობიექტების მშენებლობის გზით. რინგოვეტი, BL Sigma, 42 გრადუსი, დომუსი იპოდრომი, Space Farms Spots, მოდულარული ფერმა Space Farms Spots, თბილისი Hills, გოლფი და რეზიდენციები, თბილისი Hills, Golf and Residences, პოლივიმი, მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა, ვაზისუბნის მამული, მდგრადი ბიზნეს პრაქტიკის ხელშეწყობა რეგიონში, თბილისი Outlet Village, ბინიამინ ისრაელი, Holiday Inn ქუთაისი. მდგრადი მოხმარება და წარმოება. ნომინაციაში წარდგენილ პროექტებს აფასებდნენ: N. Topt Sorenseni, დანიის ელჩი საქართველოსა და სომხეთში, Per Larsheni, ნარჩენების მართვის შვედური კომპანიის Ragn Sales-ის მდგრადობის დირექტორი, დარიუშ პრასეკი, მდგრადობის საკონსულტაციო სერვისების დირექტორი, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ორქისის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. ნომინაციაში მდგრადი მოხმარება და წარმოება წარდგენილნი არიან: მსხვილი ბიზნესი, Bimbildan საქართველო, PepsiCo საქართველო, Sandorას ლოკალიზაციის პროექტი დეკარბონიზაცია, თეგეტა ჰოლდინგი, თეგეტას მწვანე პროექტები, TBC, ნარჩენების ახალი სიცოცხლე, EPS საქართველო, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატი. მცირე და საშუალო ბიზნესი. AISI, მდინარე ფარავნისა და მდინარე კორხისწყლის ბიომრავალფეროვნება ნატურალიზებული თევზსავლების გავლით. სასტუმრო Biltmore თბილისი, მდგრადი განვითარების სრულყოფა პასუხისმგებლიანი აქტივობების მეშვეობით. საქართველოს აგროჰოლდინგი, აგრიოლი, Universe Business Group, თვითგანვითარება და ზრდა წარმოების საუკეთესო ხარისხისთვის. Aptos, მზის პანელები, სუფთა და განახლებადი ენერგიის წყარო გარემოზე მინიმალური მავნე ზემოქმედებით. პოლივიმის ეკოცენტრული გადაწყვეტილებები. ტენე, პასუხისმგებლიანი გონება. ვაზისუბნის მამული, მდგრადობა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში. ლაშარელა, ცხვრის ფერმის გამოსაზრდელი. BDO საქართველო, ნულოვანი სათბური გაზების ემისიის პროექტი. ხარისხიანი განათლება. ნომინაციაში წარდგენილ პროექტებს აფასებდნენ: კურტ ბრათები, შვედეთის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ტატიანა სახარუკი, გაეროს გლობალური შეთანხმების უკრაინის ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ქსელების საბჭოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ჯეჯელავა, მართვის აკადემიის თანადამფუძნებელი. ნომინაციაში ხარისხიანი განათლება წარდგენილნი არიან: მსხვილი ბიზნესი, ნიკორა განათლების მხარდამჭერი, საქართველოს კაპიტალი, ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და მდგრადი განათლება ყველასთვის, თეგეტა ჰოლდინგი, თეგეტა განათლებისთვის, საქართველოს ბანკის სტიპენდია ქართულ უნივერსიტეტებში, საქართველოს ბანკი, School-Up, საქართველოს ბანკი, STEM სკოლა, საქართველოს ბანკი, STEM ოლიმპიადა, საქართველოს ბანკი, CSR.BOG.G, TBC STEC სკოლა, ტერაბანკი, ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები, Element ჰოლდინგი, განათლების მხარდაჭერას სექტორის გაძლიერებისთვის. მცირე და საშუალო ბიზნესი, Le Laboratoires Services წარმომადგენლობა, AED for Life, წუთები წყვეთს, დაუბრუნე სიცოცხლე გულს. მეურნეობა, განათლება, მეურნეობა.G,
IC ჩვენ ზრუნავთ ბავშვებზე, სასკოლო უსაფრთხოების ტრეინინგები. IC ჩვენ ზრუნავთ ბავშვებზე, სამხატვრო კონკურსი მე და სუფთა გარემო. სასტუმრო ბილტმორ თბილისი, მომავალი ლიდერების ჩამოყალიბება ხარისხიანი სასწავლო პროგრამებით. Trinity Education, გლობალური განათლების ხელმისაწვდომობა. კიბერ აკადემია, ვებ დეველოპერობა აჭარის რეგიონში. BMCC ცენტრი, კრაფტ ლუდის წარმოების კურსი. ბახვი ჰესი, ინკლუზიური სწავლების გაძლიერება მდგრადობისთვის. ბახვი ჰესი, მომავლის ლიდერები, ახალგაზრდების უნარების განვითარება. ბახვი ჰესი, მდგრადობის ელჩები. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ACCA აკრედიტაციის მიღება და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტების გათავისუფლება 6 წიგნის შესაბამისი გამოცდებისგან. აპტოს, ესთეტიკური მედიცინის დარგის სპეციალისტების განათლების მხარდაჭერა. ეთიკა, ცოდნა, კვალიფიკაცია. პოსტრედ აკადემია, Post-Trade Academy, ცნობისმოყვარეობიდან წარმატებამდე. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნეს ინკუბატორი. დიზაინის ინსტიტუტი, დიზაინის საფუძვლების 6-თვიანი პროგრამა. ბუნებარე, ტყის ბაღი. ტრეიდერების ჰაბი, ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში. ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა. ნომინაციაში წარდგენილ პროექტებს აფასებდნენ. ფლერ რისტროფი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კერძო სექტორის ჩართულობის მრჩეველი. დიმიტრი ცკიტიშვილი, საქართველოს პროგრესული ფორუმის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. კრისტინა სანჩესი, გაეროს გლობალური შეთანხმების ესპანეთის ქსელის აღმასრულებელი დირექტორი. გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის წევრი და გლობალური ქსელების საბჭოს თავმჯდომარე. ნომინაციაში ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა წარდგენილნი არიან. მსხვილი ბიზნესი. Selfie Mobile, თანამშრომელთა ელსწავლების მართვის პლატფორმა. საქართველოს ბანკი, მეწარმე ქალთა მხარდაჭერა. საქართველოს ბანკი, ბიზნეს კურსი. თეგეტა ჰოლდინგი, თეგეტა წერტილი-care, თეგეტა საზოგადოებისთვის. TBCX USA ტექნოლოგიური განათლებისთვის. ტერაბანკი, მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა, საასარგებლო წერტილი-G. Rooms Hotels Lab, ქალების ძალაუფლება. EFES საქართველო, ღირსეული სამუშაო გარემო. ლოპოტა სპა რეზორტი, ბედნიერი ინდივიდების გუნდი წარმატებისთვის. მცირე და საშუალო ბიზნესი. IBCCS საქართველო, მდგრადი სამუშაო გარემოს განვითარება ადამიანებზე ორიენტირებული კონსულტირებით. OnePoint, შიდა კორპორაციული მეწარმეობის ხელშემწყობი პროექტი მერიტო. ნომოს ჯორჯია, ინვესტიცია საქართველოში. ჯეპრა, რეგიონში მცხოვრები ქალი მეწარმეების ხელშეწყობა და გაძლიერება. ბახვი ჰესი, ღირსეული პირობები სამუშაო ადგილებზე. ბახვი ჰესი, ადგილობრივიდან გლობალურამდე. გურიის მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება. ტრანსპორტერი, პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა. ძმების ბილიკი, ბილიკი AI მდგრად ტურიზმთან შესაბამისობისთვის. Avon Cosmetics საქართველო, კორპორაციული კულტურისა და სამუშაო პირადი ცხოვრების ბალანსის გაუმჯობესების ინიციატივა. Avon Cosmetics საქართველო, ქალების გაძლიერება, ეკონომიკური დამოუკიდებლობა და კეთილდღეობა. MBC, სოციალური საწარმოების მხარდაჭერა. ველი, ქალების მხარდაჭერის ველი. დიზაინის ინსტიტუტი. TBC ლიზინგი, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარების ხელშეწყობა. ბაზარზე ქალთა გაძლიერება და სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობა. More ABC, More Social Ambition. 8000 მოსავალი. ქართული ღვინის ხელმისაწვდომობა მსოფლიოში. ბინიამინ ისრაელი, Barnowi Co-Living. მედია პასუხისგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში. ნომინაციაში წარდგენილ ნამუშევრებს აფასებდნენ. თამარ როდონაია, კორპორაციული კომუნიკაციების ექსპერტი. ნანა საჯაია, ტელეკომპანია Fox News-ის პროდიუსერი. ლიკა შავიშვილი,
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების მენეჯერი. ნომინაციაში მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში წარდგენილნი არიან რადიო და ტელევიზია, შალვა სუმბაძე, მწვანე წყალბადი, ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის. ნინო გიგიშვილი, რას გულისხმობს შენობების ენერგოეფექტურობის რეფორმა? ნინო გიგიშვილი, რა ეტაპზეა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება საქართველოში? სალომე კობაიძე, ელექტრომობილები საქართველოში, ბაზრის მიმოხილვა. ნანა მეშველაშვილი, ბოლნისური ღვინის გზა. თამარ პაატაშვილი, რა გამოცდილება დაუგროვდა ბიზნესს მდგრადი განვითარების მიმართულებით? მწვანე სახლი. თამარ პაატაშვილი, ქართული კომპანიების CSR. ციფრული და ბეჟტური მედია. ჟანა ჩოგანდარიანი, ინფორმაციული ხარვეზის გადალახვა. საქართველოს ევროკავშირში კანდიდატურის პერსპექტივების სამცხე ჯავახეთში. ნინო ნარიმანიშვილი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დიდი და რთული გზა მწვანე ოფისამდე. ნინო ნარიმანიშვილი, გარემოზე მავნე ზეგავლენის შესამცირებლად მთავარი ჩვენი ქცევის ცვლილებაა ირაოს ეკოშეჯიბრი თანამშრომლებისთვის. მირანდა ფუტკარაია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის საზოგადოებისთვის. გიორგი გირკელიძე, ბიზნესმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. გიორგი გირკელიძე, თუ ბახმაროში დასვენებას გადაწყვეტთ. გიორგი გირკელიძე, ძნელი წარმოსადგენია რა შესაძლებლობები გვექნება ჩვეულებრივ მოქალაქეებს მათი მხარდაჭერის გარეშე. გიორგი გირკელიძე, გრანდიოზული შენობები გრანდიოზული ბიუჯეტებით. სოფიო გოდუაძე, ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად საქართველოში განხორციელებული ინიციატივები. ნინო ვართაპეტიანი, რას აკეთებს სახელმწიფო და ბიზნესი მდგრადი განვითარების 17 მიზნის მისაღწევად. ნინო ვართაპეტიანი, ბიზნესის პასუხისმგებლობა გენდერული თანასწორობისთვის.